ჩვენ ეს მოუტანეთ მას, ამაზე მეტი ვერ შევძელით. დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო, რაღაცა კონსტიტუციური სივრცე შეიქმნა, პარლამენტის ცნება შემოვიდა, არჩევნების რაღაცა ცნება შემოვიდა, რაღაცნაირად მეტნაკლებად ვისწავლეთ. ეხლა აქედან დასკვნები თავად უნდა გააკეთონ. კარგი თაობა მოდის. ძალიან წინვალე თაობა. განსაკუთრებით მე ეს რო არ მოხდარიყო ზოგი ხომ არ გებელია. ეხლა ეს ბიჭები რო ეს გოგოები რო ეს ბიჭები რო არ შესულიყვნენ ამ ციხეებში. აი რამდენი თითქმის წელი გადის, ხო? აი რეზო კიკნაძე მომწონს ძალიან ეს ხშირად წერილებს წერს. ყველას ხო ვერ ვიცნობ, მაგრამ მე ვიცნობ მათ ვერ ვიცნობ ასე ვთქვათ ურთიერთობაში, მაგრამ მათ სულში ხო ხედავ რა არის. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელსაც შეუძლია უკან გადადგას დაბიჯი, იმიტომ რომ გადასათმელი არ აქვს, მართლები არიან. სიმართლისთვის იბრძვიან. მართალ ნეტარ არიან დევნული სიმართლისათვის და ნეტარებაში გაატარებენ მათ ცხოვრებას. და აი ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. და აი მე ვამბობ, რომ საქართველოს არის საიმედო ხელში და ვერავით არის დიქტატურა და ვერავით არის ავტორიტარიზმი ამ ქვეყანას ვერ გააჩერებს. ეს იქნება უბრალოდ ქახალზე დაწერილი. მონტესკი უნდა წაიკითხოს დღევანდელმა ხელისუფლებებმა. იმიტომ რომ ძალაუფლება არ ყნის, აბსოლუტური ძალაუფლება არ ყნის აბსოლუტურად. აი ესენი თუ კარგად არ წაიკითხე და ესენი კარგად არ გაიაზრე, რომ მონტესკი ამბობდა თავად, რომ ქახალზე დაწერილი კანონი კი არის კანონი და კონსტიტუციურად კანონია, მაგრამ თუ ის სამართალთან უნისონში არ მოდის, ეს არის ქახალდის გროვა, ფარატინა, ნაკუწები ქახალდის, მეტი არაფერი. ამიტომ ეს კარგად გაიაზროს განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, რომ ასეთი შეცდომები, მაინც მგონია რომ ეს შეცდომები რატო არის, იცი, თაობა ასეთი. ჩვენმა თაობამ ვერ გამოძვრა საბჭოთა კავშირიდან.